დაბრუნება ჩემს ახალ ბლოგში. დღეს მთლიანი დღეს ვუძღვნი საკუთარ თავს. ესეთი დღეები ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც მოქვს, იმიტომ რომ რაღაცნაირად შემდეგ ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით და ძალიან ჯანს აღარ ვგრძნობ უფრო თავს. ეს ორდინარის ჰიალურონი აქამდე არ მქონდა გამოყენებული და ძალიან მომწონს. და რა თქმა უნდა, ჩემგან უყოფელი ბიოდერმას დამატენიანებელი. იმედი მაქვს, რომ მსგავსი ვლოგები მოგენატრათ როგორცაც ახლა ვიყავ, იმიტომ რომ დიდად არ გადამიღია ასეთი თავის მოვლის ვლოგები ყველაფერი რომ გაქვს გაერთიანებული რუტინაში იოგა გავაკეთე დილით და მოყოფილი ვარ ჩემი თავით ან ვცდილობ რომ წყალით საკმაოდ ბევრი დავლიო და მენტალურად შემდეგ უფრო კარგად ვარ ხოლმე მსგავს რაღაცებს რო ვაკეთებ, რომ ჩემი თავით მოყოფილი ხარ ყოჩახ, გაიღვიძე ადრე დილით, შემდეგ ეს გააკეთე და რაღაცნაირად ძალიან პროდუქტიული არის ხოლმე მთლიანი დღე. ბაბეს სისკენ დამცავე. ძალიან კარგი არის სხვათა შორის ეს სისკენ დამცავი. მიუხედავად იმისა, რომ არ მძინებია საერთოდ დილით მაინც ადრე ავდექი. არ ვიცი მართლა ხალხო რა მჭირს ბოლო დროს საერთოდ არ მძინავს, ვერ ვიძინებ უბრალოდ დავწვევი და ასე საათობით გადის დრო ისე რომ ვერ ვიძინებ და კედელს ვარ მიჩერებული, შემდეგ ისევ ტელეფონს ვიღებ, სკროლავ TikTok-ს და ვერ ვიძინებ და ეს უკვე იმდენი ხანი გრძელდება. ბოლო დროს უკვე ჩემი ძილი ძალიან იშვიათობა გახდა, იმიტომ რომ საერთოდ არ მძინავს. არ ვიცი რატო რანაირად თან ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე, როდესაც დავწვი, რომ ახლა გათიშე გონება, შეწყვი და ფიქრე ყველაფერზე და უბრალოდ დაიძინე და ამის ცდაში შემდეგ იმაზე ვფიქრობ, რომ დავიძინო და ნუ აი ტვინი აფეთქებას მაქვს და საერთოდ აღარ ვიძინებ. მაგრამ აი ბოლო 1 თვეა საერთოდ არ მძინებია. 1 საათი მძინავს ალბათ მხოლოდ ღამე. არ ვიცი რაღაც მომენტში ჩამეძინება და როდესაც გამომეღვიძება იმგონია რომ ვა უკვე გავიდა რატო არ დარეკა მოღვიძარებ და ანუ 1 საათია გასული. არ ვიცი რა მჭირს საშინელება როდესაც არ გძინავს, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს და მთელი დღე ძალიან დასტრესილი ხარ, ძალიან ცუდ ხასიათზე ხარ. ნერვიულობ იმაზე რომ არ გეძინე, თან ძალიან დაღლილი ხარ. მთელი დღე ხარ განადგურებული, იმიტომ რომ ძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც და თუ ძილი არ გაქვს მოწესრიგებული, აქ შემდეგ მთლიანად დაისახება როგორც ჩვენს მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. Всё, ეს იყო ჩემი კანის მოვლის რუტინა და ახლა მინდა ყავა. პირველი ყლუპი. დილით ყავის პირველი ყლუპი არის ყველაზე გემრიელი. და საერთოდ ძალიან საყვარელი სიტყვა ყლუპი. მოდი შევთანხმდეთ, რომ ცივ ყავას არ ჭირდება არანაირი ნაყინი, არანაირი იოგურტები, არანაირი კარამელი და საერთოდ არაფერი. იმიტომ რომ შემდეგ ყავა საერთოდ არის გრძნობა. და არის უფრო მეტად შეიკი და არა ყავა. ცივი ლატე არის იდეალური. ყავაში უნდა იგრძნობოდეს ყავის გემო და დაკარგული არ უნდა იყოს. სხვათა შორის ჯერ თბილისში გემრიელი კარგი ყავა არ გამისინჯავს, აი ისეთი როგორც მე მინდა რომ იყოს და მარტო მე ვაკეთებ ჩემი თავისთვის ისეთი როგორც მინდა რომ იყოს და როგორც მომწონს. ჯერ ერთი რომ ყველგან სადაც ყიდულობ ხოლმე არის ძალიან პატარა მაინც მოცულობით პატარა ჯიქაშია. არ ვიცი უყურებთ თუ არა პოდკასტს. დავიწყდა რა ქვია, დავსარჩა. ლაივში გეტყვი. ბოლო დღეები ამ პოდკასტს ჩავუჯექი და აბსოლუტურად ყველა ეპიზოდს ვუყურებ. ძალიან მომწონს, აი ძლივს გამოჩნდა ისეთი
podcast არხი Gen Z თაობა ილაპარაკებს რაღაც და საინტერესო თემებს განიხილავ. Gen Z slang-ებსაც ჩაურთავს, ძალიან მხიარულები იქნება რაღაც და მოკლედ ძალიან მომწონს და ამ ადამიანებისგან ძალიან კარგი აურა მოდის და ძალიან დადებითი ადამიანები არიან. ხო და აქ ამბობდა ეს ბიჭი რომ ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც ყავის ჭიქებს თავზე აქვს მრგვალი და არა ბრტყელი თავსახური და აი ზუსტად მეც ეგ მეზიზღება რომ ყველგან სადაც ყვიდულობ ყავას ან მიყიდი აქვს ეს მრგვალი თავსახური და მეზიზღება ეგ რა თქვა ძალიან გამიხარდა რომ მეთქი finally ვიღაცამ თქვა როგორც იქნა ხო და თან ძალიან არ მომწონს ხოლმე ყავის გემოც არ ვიცი როგორი მარცვლები აქვს თან რაღაც მაგრამ ეს მარცვლები რომლებიც მაქვს არის შოკოლადის არომატით და არის ჩემთვის ყველაზე გემრიელი ყავა, იმიტომ რომ ესპრესოს როდესაც ასხამ, უკარგესი შოკოლადის არომატიც მოსდევს. ასევე ზოგიერთ ადგილას, არა აქვთ თქვათ ვეგანური რძით, ეს იქნება ნუში თუ სოიო თუ პისტა თუ სხვა რამ, მნიშვნელობა არ აქვს. ბოლო დროს სოიოს აღარ მყიდულობ, იმიტომ რომ ჰიპოთირეოზის ვისაც აქვს, მისთვის სოიო ძალიან ცუდია. როდესაც მედიკამენტზე ხართ, ეს მედიკამენტი შემდეგ ორგანიზმში ისე კარგად ვეღარ შეიწოვება. ამიტომ სოიოს რძეს აღარ ვსვამ და ვსვამ მხოლოდ ნუშის და შვრიის. და ზოგიერთ ობიექტზე, კოფიშოპებში საერთოდ არ აქვთ მსგავსი ვეგანური რძე და არ შემიძლია მართლა ჩვეულებრივი რძის დალევა, ცუდად ხვდები და მოკლედ ლაქტოზა დანსვას მოქმედებს ჩემს კუჭნაძლავზე. და სადაც აქვთ, იქ აქვთ ექსტრა ჩარჯი, ანუ დამატებით ამაში კიდევ გახდებინებენ ფულს, რაც აი ძალიან სისურელია. რატო უნდა გადაიხადო? მეტი იმის გამო რომ რა ვიცი, ნუშის რჯეთ შაგესხან. ეგ მიდგომა და ეგ დამოკიდებულება კიდევ ძალიან არ მომწონს. ისიც ძალიან დიდი პრობლემა რომ ყავა, კარგი ყავა 20 ლარი არ უნდა ყიდდეს 330 მილიგრამი. და იგივეა მაჩაზეც, ჯერ ერთი რომ მაჩა ძალიან ცოტა ადგილას არის. შემდეგ მაქვს ხოლმე ყოველთვის HV იმის რომ კარგი ხარისხია თუ არა, იმ ფერზეც ეტყობა და გემოზის და ხშირ შემთხვევაში ისეთი ფერი არ არის ხოლმე როგორც უნდა იყოს და რაღაცნაირი მუქი მწვანე და რეალურად მაჩა უნდა იყოს ღია ესეთი ხასამწვანე. გემოც შესაბამისი აქვს, როგორი ხარისხიც აქვს. ბოლო პერიოდში კი ძალიან ბევრი არ გამისინჯავს და რაც მანამდე მქონდა გასინჯული, არსად დიდად არ მომეწონა. შენ რომ ყიდულობ, მაინც ხარისხიანს ყიდულობ, ისე აკეთებ რომ ყველა დეტალი გაითვალისწინო და ყველა წესი დაიცვა, რაც სჭირდება მაჩას რომ კარგი გამოვიდეს. ყოველ შემთხვევაში ასე ვაკეთებ და როდესაც ვნახულობ ხოლმე ვიდეოებს, სადაც ძალიან საშინლად აკეთებენ მართლა ის რძის ამოსაყვანით რომ აკეთებენ ხოლმე მაჩას, აი ეგ მართლა არ შემიძლია. იმიტომ რომ მაჩას გაკეთება არის მთლიანი რიტუალი და ძალიან სასიამოვნო პროცესი. იმისთვის რომ იდეალური გემო მიიღო, აბსოლუტურად ყველა წესი უნდა გაითვალისწინო. ყველაზე კარგად მართლა სასმელების გაკეთება გამომდის. კერძებში ძალიან მოვიკოჭრე. ყავა და მაჩა არის ჩემი ძლიერი მხარე. So, it's time to cook something. გარეთ აკეთებენ რაღაცებს ისეთი ხმაური შემოდის უკვე ტვინი წაიღეს მართლა. მოკლედ, საჭმლის კეთებაში მე ძალიან ძლიერი არ ვარ. და რამეს რომ გავაკეთებ და მომეწონება, შემდეგ ამას ავიკვიატებ და ვაკეთებ 3 თვე, 2 თვე. სანამ აი ყელში არა მომივა და უკვე ცუდად არ გავხდები ამ რაღაცისგან. ხო და ახლა ვარ ზუსტად მსგავს მდგომარეობაში 1 სალატზე. ხო და ეგ სალათი გავაკეთოთ. მართლა ძალიან ჯანსაღია, ძალიან ფრეშია. მოკლედ, აქვე გეტყვით რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ძალიან გამახარებთ. დააჭირეთ ქვემოთ subscribe ღილაკს, ასევე დალაიქეთ ვიდეო და გადააზიარეთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. მე კი გავაგრძელებ ჩემი სალათის მირთმევას. რაღაც მინდა რომ გაჩვენოთ. ეს ულამაზესი არსება, რომელიც ძალიან გაიზარდა და კიდევ უფრო გალამაზდა. ხოდა რა მინდოდა რომ მე თქვა თქვენთვის.
ამ ზაფხულს მე და დედამ გადავჭერით ეს სილამაზე აი აქ და ერთი ფოთლის ნაცვლად წამოიღო უკვე 3 ფოთოლი და ბევრად უფრო დიდი გახდება ვიდრე მანამდე იყო. ალბათ ყველგან გინახავთ და მეც კიდევ შეგახსენებთ რომ ყვავილის გადაჭრის მაგალითი ძალიან კარგია რომ შეადარო შენს ცხოვრებას, რადგან ყოველი დაცემის შემდეგ, ყოველი ტკივილის შემდეგ სამაგად ძლიერდები, უფრო მეტად ძლიერი ადამიანი ხდები და ის ტკივილი რომელიც გამოიარე, გასწავლის ძალიან ბევრ რაღაცას და უფრო მეტად გაძლიერებს. ასე რომ შეგიძლიათ შეხედოთ აი ამ სილამაზესაც, რომელიც გადავჭერით და ახლა 3 ფოთოლი წამოიღო ერთის ნაცვლად და ბევრად უფრო ძლიერია. ეს ყვავილი მიყვარს ყველაზე მეტად, რა ყვავილებიც მაქვს. როდესაც სტუდენტი გავხდი და პირველ კურსზე ვიყავი, რამდენიმე ყვავილი კი მქონდა, დედას დახარებული 2 თუ 3. პირველ კურსზე რომ ვიყავი, მაშინ ვიყიდე ეს ყვავილი ჩემი ფულით. ასე ხელში ჩაბღუჯული შემოვატარე თბილისის მეტროები და ძალიან ბედნიერი ვიყავი სახლში რომ მოვედი და რაღაცნაირად ერთი სიცოცხლე შევმატე ჩემს სახლს და გაალამაზა სამყარო. ყოველდღიურად როდესაც ვიღვიძებდი და ვუყურებდი ამ ცოცხალ არსებას, მილამაზებ და ყოველ დილას და ყოველ დღეს. ეს ყვავილი ამის გამო კიდევ უფრო მეტად მიყვარს, რადგან ჩემი პირველი შეძენილი მცენარე იყო, რომელიც ძალიან შემიყვარდა და ახლა უფრო იზრდება და უფრო ძლიერდება ნელ-ნელა. მადლობა რომ დარჩით ჩემთან ერთად. კაცის ძალიან ბევრს და ძალიან მიყვარხართ. მომავალ შეხვედრამდე.